ზურაბიშვილი ახალი მოსული იყო, სალომეზე მაგ საუბარი. როცა ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, დღეს მიდის გურიაში, რათა მიულოცოს საქართველოს იქიდან კალანდობა. გამიგეთ? და ბოლოში ამბობს ზურაბიშვილი ასეთ რამეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს კალანდობა შევიდეს იუნესკოში, რომ დაიცვას იუნესკომ, როგორც სულიერი ღირებულება სიმდიდრე გურიისა. მოვულოცო სრულიად საქართველოს კალენდარს დღესასწაული გურიიდან, სადაც წარმოიშვა ეს დღესასწაული. ჩიჩილაკი არის ერთ-ერთი ტრადიცია კალენდარსთან ერთად, რომელიც ეკუთვნის გურიას. მე გამოვედი ინიციატივით, რომ ეს მივიღოთ ჩვენ მემკვიდრეობაში, არამატერიალურ მემკვიდრეობაში, სიაში, რომელიც არსებობს საქართველოში და მერე წარვადგინოთ იუნესკოში, როგორც მსოფლიო არამატერიალურ მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნიმუში. მე ღმერთმა დამიფაროს წინააღმდეგი არა ვარ, თუ რამე ასეთი რაღაცაში იუნესკოს მფარველობის ქვეშ იქნება და ყველაფერი, გამიგეთ? მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც მადლობა ალბათ, რომ ეს გურულება შემოინახეს. მაგრამ ეს კალანდობა არ გახავთ მეგობრებო გურული. რატომ? იმიტომ ჯერ ერთი სიტყვიდან გამომდინარე. კაცი შვილი თავს და ბოლოს ვერ დაადგამს თუ რას ნიშნავს კალანდობა. კაცი შვილი თავს ვერ დაადგამს. გამორიცხო. ვერც იმას დაადგამენ თავს თუ რატო ქვია ჩიჩილაკი და მეგრულად ქუჩუჩი. არ არსებობს მესიო, რომელიც დღემდე ეს ახსნა. დამტკიცებულად. ასე იყო ძველად, კი ბატონო, ამიხსენი, მაშინ რატო იყო ძველად? ეს ერთი, ახლა მეორე. ზოგიერთი იტყვის, მაშინ სამეგრელოს რატო არ აღნიშნავენ? როგორ აღნიშნავენ სამეგრელოში? უბრალოდ იმ ხელა ის არ აქვს მას, ასე ვთქვათ, აჟიტირება როგორც გურიაში. და რატომ? მოდი ახლა მე ასე შემოვლით გეტყვით, რომ დაგიმტკიცოთ ეს თუ რატომ. აი ბევრი ამბობს იმას სუფრაზე, როცა მოუყვები რომ ჩვენ ესა და ვიყავი და ასე შემდეგ და მე გეტყვის ნებისმიერ და ადეკვატური პასუხია კიდევაც. კი მაგრამ კაცო ასეთები თუ ვიყავით ეხლა რატო ვართ ასეთი? რატო არ გვახსოვს ეს ჩვენ? რატო არ გვახსოვს? იმიტომ არ გვახსოვს რომ ამოგვიშალეს ყველაფერი არა მარტო წიგნებიდან, არამედ აქედან. მეხსიერებიდან. აი როგორ დისკშლიან კომპიუტერში ისე. ესე. მეორეთი და არის მეორე პრინციპი. როდესაც ერთი გადაცემს მეორეს, მესამეს, მეოთხეს და მერე პირველი ბერდება, კვდება და გადაიცემა სხვაზე სხვა აგზელებს. ახლა მოდი კიდე მესამენეირად გეტყვი. არსებობს თესლი, რომელიც ჩაითესება მიწაში, ხო ასეა? მაგრამ თესლს აქვს ის ფუნქცია, რომ აი პატარა მარცვლიდან გამოვიდეს ამხელა ვებერთელა ხე, ხო ასე? კი ბატონო. მაგრამ შემდეგ პროცესებში ეს თესლი კვდება ხალხო. თესლი კვდება, გესმით? ხმა დამჭა ეს. თესლი კვდება. ის აი ზვარაკად წირავს თავს იმას, რომ ამოვიდეს ამხელა ვებერთელა ხე. ხო ასე? კი. ის კვდება მატერიალურად, ფიზიკურად, ხო? მაგრამ სულიად არ კვდება. რატომ? იმ პატარაში რაც იყო ინფორმაცია და ენერგეტიკა, ის არის განშლილი მთელს ხეში. ნაყოფში, ფოთოშიც, ტოტზე და ყველგან. ხო ასეა? ეხლა გამიგეთ რანაირად გეუნებით? სწორედ აი ეს სამეგრელოს. კიდე მეოთხე ვარიანტს გეუნებით ახლა. აი დღეს უკვე სამეგრელოს რო დაждები ფრაზე, ესე იგი თუ ფეხზე წამოდეგი და ისე თქვი, რამე აფხაზეთში ხო არა ვარ დაჯექი კაცო და ერთი ამბავი. რატო აფხაზური ვერ გავიგე? გესმის აფხაზებმა საიდან აფსუება უბრალოდ საიდან მოიტანეს ჯერ ისა რა ქვია სადღეგრძელო და მერე კულტურა და ფეხზე დგომა და ერთი ამბავი და ეს ხო? ეს იყო ყველაფერი მეგრული ჩემო კარგებო. ეს იყო ყველაფერი მეგრული, მაგრამ ჩვენ დაგვავიწყდა, გადავივიწყეთ და შემორჩა სხვას, როგორც ახალს. ახალი ყოველთვის ითვისებდა უკვე ბევრი ხანი ძლებს. გესმის? ფეხზე დგომა. ეხლა მოდი ბარეგამ იმასაც გეტყვით.
პარეგამ იმასაც თუ რატო დგებიან ფეხზე. აი ახლა სენსაციურ იმას გეტყვით, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. არც გვისგან და არც ჩემგან. აი მოდით ახლა კითხეთ აბა თქვენს მამებს, ბაბუებს, ბიძებს, მამა, აი მითხარი ერთი თუ შეიძლება რატომ დგებიან ფეხზე, სუფრად ჭიქა რო გვიჭირავს ხე სადღეზე რატო დგებიან ფეხზე? პასუხი არა. ეხლა გეტყვით ამას. ესე იგი მე რო ერთით ვიწყებ, მე ის შენაკადები მაქვს სხვადასხვა მიეჩვიეთ ალბათ მეგობრები ჩემს სტილს. ო, იმიტომ რომ ერთს რო ვიტყვი, ხეს რო აქ ტოტები და ის დაღაყოფები ისე მახსენდებ ეს აქეთ შემოდის ინფორმაცია და ვატებ მე ყველაფერს ასე ვთქვათ ბუკეტში. ასორტი ხდება მე. ესე იგი ჩემოკარგებო, როგორც ადრე მithmams სოფლიოში მართლმადიდებელი მრევლი რო შედის ესე იგი ეკლესიაში ის ფეხზე დგას. კათოლიკები მაგალითად ზიან მერხებს. ყოსია, რატომ? ეს ასოციაციურად იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელმა შეიგნო ღმერთის არსი და ის ფეხზე დამდგარი ილოცება. ყოსია. ხოლო ის ჯერ კიდე სწავლობს. ჯერ კიდე სკოლაში. იმიტომ ზის ფეხს. ლიცა სკამზე. ეს ერთი. მაგრამ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ესე იგი ეკლესიაში ვდგევართ ფეხზე და ვლოცულობთ და მე ფეხზე დგომა არ მithქვამს მანამდე, ახლა პირველად ვამბობ. უბრალოდ მას ვამბობდი ასე, ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ეკლესიაში ვლოცულობთ და სუფრაზეც ვლოცულობთ მე და ახლა ვამატებ. სწორედ იმას, რაც არის სენსაცია თქო. ჩვენ როგორც ეკლესიაში დგავართ ჭიქით ხელში, მაშინ ვილოცებით. ვლოცულობთ. ან ვიღაცას ვლოცავთ. სადღეგრძელო რასაც ვი. გემიგეთ? და ამიტომ ეს ფუნქცია არის ერთმანეთთან შეთავსებული. სწორედ ამიტომაც ჩვენ, როდესაც თუ სადღეგრძელოს ანუ ვიღაცას ლოცავს ადამიანი, ის არის სულიდან გამომდინარე, მაშინ ის სუფრა მართლა არის რაღაც, მართლაც აკადემია არის, მართლაც მშვიდობიანი არის, სიმღერა არის, ქეიფია ყველაფერი. ისევე როგორც ეკლესიაში თქვენ თუ შეხვედრით და თუ გულიდან ამოსული სიტყვებით არ ილოცე და ღმერთთან აღარ მივა, გამიგე? ისე აღარ მივა სუფრაზე კიდე არავისთან თუ შენ გულიდან ამოსული სიტყვებით არ დაილოცე. და სწორედ ამიტომაც ჩვენ ვდგევართ, ჩემოგარგებო, ჭიქით ხელში მაგიდასთან. აი ეს არის ფეხზე დგომის ინსტიტუტი. და ეს მე მიაწევს აფხაზებს ვიღაცა. აფხაზებს კი აფხაზებს შემორჩათ უბრალოდ ეს ჩვენი იყო, ჩვენი კულტურა იყო, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი მოფიქრებული, ჩვენი დაკომპლექტებული ყველაფერი, რა ხო, რას მეუბნები. დაუბრუნდეთ ხა კალანდას, რატომ არის ეს გურული, როდესაც თავად გურიას სახელი კუთხეს, მე შემოვიდა ყველა გურულს, მაგრამ ხა რაც არის ასია და ხა რა ვქნა და 100%-იანია და თვალს ვერ დავხუჭავდა რა. გურიას, იმიტომ ქვია გურია, რომ ის იყო იმ საქართველოს ტერიტორიის, ბაზი საქართველო არ იყო ბუნებრივია, იმ ტერიტორიას, სადაც ჩვენი წინარე ქართველები ცხოვრობდით ყველა ერთად, მის შუა გულს ეწოდა გურია. და რატომ? იმიტომ ის იყო გული. აი იმ ტერიტორიული მონახაზის გული, შუა გულში იყო. და ეს გული მეგრულად არის გური კაცო და არა გული. მაშინ იქნებოდა იქ ქართულად, იქნებოდა დღევანდელი ქართული, იქნებოდა გულია და არა გურია. გესმით? გული სინამდვილეში არის ადამიანის ორგანიზმის კედლის შუა გულში. და სწორედაც ამიტომ დაერქვა გურიას გურია. რა თქმა უნდა, ის დღევანდელ ტერიტორიას გულს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ დიდი სახელმწიფოს შუა გულს ნამდვილად ასახავს. უნიკალური მაგალითი გურისა, რომელიც აღწევს შუა გულს, კახეთში, სწორედ ასე შუა გულში არის გურჯაანი.